სირიის სამთავრობო ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ალ-ჰოლის ბანაკი დაიკავა, რომელიც მეტწილად ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული პირებით, ქალებითა და ბავშვებითაა დასახლებული. ალ-ჰოლის ბანაკის დაკავებას წინ უძღოდა ორკვირიანი დაპირისპირება სირიის ახლად არჩეული მთავრობის ძალებსა და ქურთების მიერ მართულ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ძალებს შორის. ამ დაპირისპირებაში ქურთებმა მანამდე მათ კონტროლქვეშ მყოფი არაერთი მიწა დაკარგეს. საბოლოოდ კი სირიის მთავრობამ მათთან გარიგებას მიაღწია და ცეცხლის შეწყვეტაც გამოაცხადა. იმ პირობით, რომ ისინი სირიის შეიარაღებულ ძალებსა და ინსტიტუციებში ინტეგრაციას მოახდენენ. ალ-ჰოლის ბანაკი ჯერ კიდევ 2019 წელს 73,000 ადამიანით იყო დასახლებული, თუმცა წლებთან ერთად ამ რიცხვმა იკლო იმის გამო, რომ რეგიონის ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეების რეპატრიაციის პროცესი დაიწყეს. უკვე დღეს ბანაკი 24,000 ადამიანის სახლია. მათი დიდი უმრავლესობა სირიიდანაა. 6,500 ადამიანი კი მეტწილად ქალები და ბავშვები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რათა ISIS-ის შეერთებოდნენ. მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ 2014 წელს სირიისა და ერაყის დიდ ნაწილში პოზიციები გაიმყარა. მათი ნაწილი ბანაკის განსაკუთრებულად დაცულ ნაწილში ცხოვრობს. აქ 2018 წელს გადმოვსახლდით. გვითხრეს, რომ უსაფრთხო ადგილი იყო. აქ 10-15 დღის გატარებას გეგმავდით. შემდეგ კი ამ ადგილის დატოვებას, თუმცა ვერ შევძელით. როგორც ხედავთ, უკვე 2026 წელია და ისევ აქ ვართ. ამ ბანაკმა გაგვანადგურა, რაც მოვედით მას შემდეგ აქ ვართ. არაფერი ვიცით, განათლებას ვერ ვიღებთ. აქამდე აქ უკეთესი სიტუაცია იყო, თუმცა დიდი ხანია ასე აღარაა. რაც მამა ჩვენი დააკავეს, აქაურობა არ დაგვიტოვებია. მათ დაიჭირეს ჩემი ქმარი, ის საპატიმროშია. ის ამ დაჯგუფების წევრი არ არის. მისი დაკავება უსამართლობა იყო. ის ჯერ კიდევ ციხეშია. მე მივმართავ ერაყის მთავრობას. დააკვირდეს ამ საქმეს. ბევრ ისეთ ადამიანს წაწყდება, რომელიც უსამართლოდ დააკავეს. ორკვირიანი დაპირისპირების შემდეგ სირიის დემოკრატიულმა ძალებმა შეინარჩუნეს კონტროლი ათუბით საპატიმროზე, სადაც ისლამური სახელმწიფოს 900-მდე წევრია დაკავებული. გასულ დღეებში ისინი სირიის სამთავრობო ძალებთან ბრალდებებს ცვლიდნენ ამ საპატიმროებიდან ათობით პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით. სამთავრობო მედიის ინფორმაციით, გაქცეულთა ნაწილი კვლავ დაკავებულია. 4500 დაკავებული ყველაზე მსხვილი საპატიმრო გვეირანშია. იქ ყველაზე საშიში პატიმრებია შესახლებული.